გამარჯობათ. ჩვენ საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ 2024 წლის მარტის დასაწყისში განხორციელებულმა ჩემმა ვიზიტმა ლონდონში შეხვედრებმა დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატის სამივე წამყვანი პარტიის ფრაქციულ ლიდერთან, ლეიბორისტები, ლიბერალები, კონსერვატორები, საფუძველი დაუდო ოლიგარქიული რეჟიმის დასანქცირების დაწყებას და დღემდე უკვე ამ სასჯელის ქვეშ იმყოფებიან გენერალური პროკურორი, მაღალი ჩინოსნები, კრიპტოსავალუტო კომპანიები, აგრეთვე რეჟიმის პროპაგანდისტული საშუალებები, როგორიც არის იმედი და ტელეკომპანია პოსტივი. რა თქმა უნდა, სანქციების რისხვა მოუახლოვდა ბიძინა ივანიშვილს დიდი ბრიტანეთიდან, ამიტომ მას სასწრაფოდ კაიმანის კუნძულებზე განლაგებული თავისი მილიარდიანი ქონება, ეს კუნძულები ბრიტანული იურისდიქციის ქვეშ მოგეხსენებათ, სასწრაფოდ გადმოიტანა, გააფორმა მეუღლის სახელზე და დაარეგისტრირა ჩვენს საჯარო ეროვნულ რეესტრში. საქართველო მისთვის გახდა საწყობ ლომბარდი, ხოლო ხალხი მძევლად აყვანილი კატეგორია, რომელიც უნდა წინ აიფაროს თავისი ბინძური მიზნების მისაღწევად. ჩვენ მივმართეთ დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული მთავრობის პრემიერ-მინისტრს ენდი ბერჰემს მთავრობას ბრიტანეთის პარლამენტის ორივე პალატას სასწრაფოდ განახორციელონ სანქცირება ბიძინა ივანიშვილის მთელი ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ უნდა დავაფიქსიროთ, რომ აღნიშნული ოჯახი გადაიქცა კრიმინალურ მაფიოზურ კარტელად, რომლის ფუნქცია მდგომარეობს ჩვენგან მოპარული მილიარდების და ქონების გადამალვაში. ასევე ვთხოვთ ლონდონს გასცეს სასამართლო დაპატიმრების ორდერი ბიძინა ივანიშვილზე კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების გამო და მოგეხსენებათ, ქართველი ხალხი კაცობრიობის მოწინავე უდიდესი ცივილიზაციური ნაწილია და ჩვენს წინააღმდეგ 14 წლიანი დივერსიული მოქმედება ზუსტად ჯდება აი ამ დასჯადი საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპის ფორმატში. გადმოტანილი ქონება ვიმეორებ ჩვენგან მოპარული მილიარდზე მეტია, ის მოიცავს აგროკომპანიებს, ცათამბჯენებს, სავაჭრო მოლებს, ჰესებს და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩამორთმეული იქნება და გადაეცემა ხალხს საკუთრებაში. და მთავარი ერთ-ერთი მომენტი, რაც საშუალებას აძლევს კრიმინალ ოლიგარქს აი ასე დაუჟელად იმოქმედოს, გახლავთ მისი პარლამენტის მიერ მისი დაწერილი კანონის მიღება, რომლის თანახმადაც აი ამ ქონების გადატანა გადმოტანაზე არავითარ გადასახადს ბიუჯეტში არ იხდის. ჩვენ რომ არ გადავიხადოთ სინათლის ფული მეორე დღეს გვიტიშავს ელექტროენერგიას და თვითონ მარტო რამდენიმე წლის უკან შემოტანილი ძვირფასი ნახატები და სხვა ქონების გადასახადი 9 მილიარდი დოლარი დაუმალა ხალხსა და ბიუჯეტს. იგივე მოხდა ეხლაც ასეულობით მილიონი დოლარი წაგართვათ და თავის შვილებს საკუთარ დოლარს საცავში ჩაუკუნჯა იმისათვის, რომ ბედნიერად იცხოვრონ და როგორ უნდა იყოს ბედნიერი ან მისი ოჯახი, როცა ამ ქვეყანას აი ამდენი უბედურება და ტრაგედია შეამთხვიეს. ვერც გრძნობს ალბათ რა ბედისწერა ის, არა მარტო ქვეყნისთვის, არამედ თავის ოჯახისთვის. ამიტომ მე მას მოუწოდებ ცივი გონებით იაზროვნოს, ჩააბაროს ხალხს მიტაცებული ძალაუფლება, დანიშნოს ახალი არჩევნები, მოაცილოს თავისი ბანდა ქართული ოცნების სახით ქართულ პოლიტიკას, კიდევ შეიძლება იმ სამუდამო პატიმრობის მუხში, რაც მათ წინ ელოდებათ, რაღაცა შეღავათები გავრცელდეს. სხვა შემთხვევაში ის ქართველი ერისგან და მსოფლიო თანამეგობრობისგან სამუდამოდ უარყოფილი, ექსორირებული და მოძულებულია სამართლიანად და დასაბუთებულად.